იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. უკანონო მიშენება. ოპა. ასე, ესეც ასე. კაია ბიჭო, რა კაი არის მოვა, ესეც ახალი. ხო? ნანი, ნახე, დავამთავრე. ესეც ახალი მიშენება. იქეთ მშვენიერი ოთახიც გამოვიდა. ისეთი ფართი არაფერი, მაგრამ 500 კვადრატამდე აღწევს სადღაც რა. აი, კი გამოვიდა, მაგრამ ამას დაკანონება არ უნდა, აჰა. კაი, ეხლა დაკანონება ეხლა ვინ გაიგებს მაგას რომ უკანონოდ გვაქვს ისინი. ვინ გაიგებს ასე დამხედველობა გაიგებს ამერიკას. კაი, ეხლა საიდან მე რა ვიცი. მიდი გააღე. გააღე ერთი. გამარჯობა, ზედამხედველობიდან ვართ. დამთარსე, შობელძაღლო, დამთარსე რა. გამარჯობა. რამ შეგაწუხათ? ზედამხედველობის სამსახურიდან გამარჯობა. უკანონო მიშენებები ძალიან ბევრი. კაი, ეხლა სად დაინახეთ ეს მიშენება და ძალიან ბევრი უკანონო მიშენება გაქვთ. დიახ. აქედან მოშენებული გაქვთ, იქიდან მოშენებული გაქვთ, იქიდან მოშენებული გაქვთ. 15 წუთი მოვდიოდი ამ მიშენებაში რომ შენკარებამდე მოსულიყავი. მე მეუნები კიდე მაგას. ეხლა ეგეთი მიშენებაც არ ხო შეიძლება დავжди აქ. დაბრძანეთ. ჯარიმები იქნება ძალიან სასტიკი, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მე ამას ესე არ დატოვებს, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ რაც მიშენებას არის და მიშენებას. აი ქართველებს ეს რა ჯანდაბა, ყველაფერი უნდა მოიშენო. ავტოფერეხი მიიშენე, საკათმე მიიშენე. იქ კიდე რაღაცა აივანი გაადიდე, რა უბედურება არის. ამდენი მიშენება რა ჯანდაბა დგინდა. რა ვერ გაძეხით. ერთი ფანჯარა გადის ვერაზე, მეორე მიშენების ფანჯარა გადის საბურთალოზე. მესამე მიშენება გადის დანაძალადები. რა გინდათ, რა ვერ გაძეხით, ხალხო, რა გინდათ? არა, ეს უბრალოდ ისე კარგი ადგილმდებარეობა გვაქვს თორე. ხო, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, ყველაფერი თქვენ მიიშენოთ, კაცო, რა არის? ყველაფერი არა, სად არის ეხა მაგდენი მიშენებაც არ არის ეხა ვერასაც ამ. მოგრე ჯარიმეს დაგიწერთ ეხა მე. და იმედია გადაიხდით, რა ვიცი. ორი გამოსავალი არსებობს. მომისმინეთ, ორი გამოსავალი არსებობს. ან დაიკანონებთ ან ჯარიმას გადაიხდით. ახლა თქვენ არჩიეთ რომელი ხელი გინდათ? არც ერთი რო არ ავირჩიოთ. ესე იგი აიჩიეთ ჯარიმა, ეს ხელი გინდათ. კი ბატონო. არა, გიხოცებით რა ჯარიმა. ჯარიმა და სხვა გზა არა, მაგრამ ჯარიმა უნდა არ დაგვიწეროთ რა გიხოცებით. არა, მე ხა პირადად მომაწვევთ ხალბატონო თქვენ. მამა ტელეფონს 1 ლარი ჩამირიცხე რა. გადი ბიჭო, ახლა 10 ლარის დრო არის, გადი გარეთ. უკაცრავ ეს ვინ იყო? არც ისა, ჩვენი ბიჭი არის. თქვენი ბიჭია, ხო? და გააგდეთ, ხო? ერთი ეს ყავთ კანონიერი, დანარჩენი ყველაფერი უკანონო ყავთ. ეს გააგდეთ მაინც და აი. ჩვენ მერიაში გვიყვარს ხუმრობები. კარგია, მიხუმროთ. როგორ ჯარიმას დაწერთ. ხო, რაღაცა მოვილა. ესე არ გამოვა რა, არ გამოვა ისე, სხვანაირად არ გამოვა რაღაცა. ეს წუთი ბოდიში. ხო. ბიჭო, რაკეთ უყურე, მიდი, ნომერი ჩაიწერე პირდაპირ, შეიყვანე კომპიუტერში და გამოუწერე ჯარიმა. მიდი, კაცო, გამოუწერე ჯარიმა, კაცო. შიდობა ხო არის? ჩემო შვილმა დამიდეკა. მერის პარკირების სამსახურში დაიწყო მუშაობა დაერიდება ჯერ ხვდები? არასწორად გაჩერებული მანქანა დაყავდა დაერიდება დაწერა. ამას მე კაცად ვაქცევ. გაჩერებით კი არა, მოსიარულე მანქანაზე დავაწერებ ჯარიმას, მამა გენაცვალოს. მე და მიჯერე შენ მამიკო, გარინერგანა. თქვენ არაფერზე არ ენერგო. წყალს მოგიტანთ, ოღონდ თქვენ არ ენერგი. წყალი მომიტანთ, ოღონდ უკანონო არ იყოს, ხალბატონო. კანონიერი წყალი. ხუმრობს. ბოდიში და ამ ოთახში რა არის? ეს რა არის? რა მოშენებაა ეს? არაფერის პატარა უნივერსიტეტი გვაქვს მოშენებული. პატარა რაღაცა ჰარვარდი და ისინი კი არა, პატარა უნივერსიტეტი. უნივერსიტეტი გაქვთ ესე? თქვენი უნივერსიტეტი გაქვთ მოშენებული, ხო? ყოჩახ. საფუთი გაქვთ ვერი ამაზე? ანუ იცით რომ ბავშვმა რო ჩააბარა, აი ბიჭმა რო ჩააბარა, ბარემ ახლოს იყოსო და პატარა უნივერსიტეტი მოვაშენეთ. ოჩახ თქვენ, ოჩახ.
ხოჭა პატარა ისეთი არაფერი დიდი ნიშანი არა პრობლემაა კაცო ფული დაზოგეთ რომ იქ უნივერსიტეტში ხანი ხალხა მაღლიბშრილი და აქ თქვენ არ გეგონოთ ეხლა ეს რაღაცა განსაკუთრებული მიშენებები და ეს თქვენ ბაბუაჩები უნდა გენახათ ამ მიშენებებში წარმოიდგინეთ რაჭაში ერთი პატარა სახლი გქონდა და ასე მიშენებებით დღეს უკვე ვაჟაზე გვაქვს ამხელა ჩამოხვედი თბილისში რა აბსოლუტურად რომ მივარჩევდი ბაბუა თქვენს დიდ ჯარიმას ხო ისე რა უნდა გითხოთ საიდან გაიგეთ ეხლა ამ ჩვენი მიშენებები ზედამხედველობაში იყო შემოსული სატელეფონო ზარი წინა корпуსიდან შატხლახი ხალი არის აი მისია რომ მოთხოვე მისია სამაგიერო გადაგვიხადაი ერაცადე ცოტა ხანი მერე ბოდიში მომეცმა თუ მისია რატო არაფერი გეთ პატარა ჰიპერმარკეტი გვაქვს მოშენებული და ჰიპერმარკეტი ეს ჰიპერმარკეტი თქვენი არის გარეთ რო არის მოშენებული ო ისე პატარა ისეთი პატარა ჰიპერმარკეტი ხო პატარა ისეთი ბარემ რესტორანი მოგვეშენებია ბარემ რა არა რესტორანი მიგეშენებია ბარემ ორი რა თქინდა რესტორანი ის რესტორანის თქვენია იქ რომ მიშენებული აი ლოჯის მხრიდან რომ შემოდივა ლოჯის მხრიდან შემოდივა თქვენი რესტორანია ეგა ისეთი რაღაცა ზაბეგალოკასავით რა ნებართვა ანუ ამას ყველაფერს ჭირდება ნებართვა. ნებართვები გააქვთ. არა გაქვთ არაფერი ნებართვა და რა გავაკეთო? ჩემი სამსახური არის ჯარიმები დავწერო, რა გავაკეთო? მაჩვენეთ ნებართვა, კი ბატონო, არ დავანგრებთ. უკანონო ყველაფერია დაინგრეს. ახლა კი არა და რაღაცა ცოტა აზარტში შევდივარ რა, იმდენი მოშენებები გაქვთ რომ რაღაცა გონი რომ რაღაცას მიმალავთ კიდე რა. აი ამ ოთახში მაინტერესებს არა ერთი წამი არა ამ ოთახში თუ უაპირებ ჩასვლას პასპორტი უნდა გქონდეთ იმიტომ ამის იქეთ სხვა ქვეყანა იზღება მე და ხო არა ბოდიში დავკონკრეტები თურქეთისკენ გავდივარ ესე თუ ხუმრობ აზერბაიჯანი ხო რა სასოფლო ესე ტურისტებს ჩამოურჩი და მუზეუმი სად არის იქეთ არის იმის სააბაზანოს გამოცდებით ეგრევე ხელმარხნევ გაიხარეთ თქვენგან ხელმარხნევ ხო მუზეუმის გააქვთ ანუ მადა გაგეხსნათ და მუზეუმის გახსენით უკვე არა ისე ვისი სახელობის მუზეუმია არა ვისი ისე უბრალოდ ბაბუა თქვენი სხვა არ არის რაჭიდა რომ ჩამოვიდა არა ბაბუა ჩემიზა მოკლედ ხუმრობა იქით იყოს რა გეხოცებით რა და ყველა მიშენებაზე რაც გაქვთ ან საბუთი წარმომიდგინეთ ან ჯარიმა უნდა დავწეროთ საბუთები რაღაცები ხო გქონდა ქალო ის რომ დაგესვენათ სანამ ამ ჯარიმაზე არა დაღლილი კი ვარ ისე ბევრი ვია სანატორიუმი გვაქვს მოშენებული იქით სანატორიუმი არა ქაბატონო მადლობა ეგეთ მოხუცის არა ვარ მე რო ეხა სანატორიუმში დავისვენო სპა ცალკე გვაქვს აი სპა თქვენია სპა ცენტრი კარგი მაშინ იმ სპას საბუთები წარმომიდგინეთ არ მეგიღმეთ შენახული რამე საბუთი არა გვაქვს რაღაცები საბუთი მჭირდება ისე არაფერი არ გამოვა ბოდიები სადღაც გვექნება ბოდიში ჯარიმა რო დავწერო პირადობა მინდა ორივესი რა ესე ის მიშენება ბოდიში ეს ყვითელი ხაზი რა არის აი ეგ ყვითელი ხაზი რა არის იცით ამას წინათ ბოლოს მოვაშინეთ ქუჩა და ეგ ბასლაინი მოყვარა და ხანდახან ავტობუსები დადიან ხოლმე 3 წუთში ერთხელ ისეთ არაფერს არ გვაწუხებენ აი შკოდები დადიან თელი ღამე გვაწუხებენ რა აი ეს თქვენია ძალიან კარგი ყოჩა მადა ქონიათ ხო მოკლედ ეს პატარა რა დაუბერდი მე სამსახურზე თქვენაერი ხალხი მე არ მინახავს ყველაფერი მიგიშენებიათ საბუთები წარმოვიდგინეთ ამ მიშენებზე ერთი მაინც გვაქვს საბუთები ახლავე მოძებნე რაღაც საბუთები თქვენ იქნებ რაღაც ანწყალი რამე ხო არაფერი ბატონო არაფერი არ მინდა იმდენი უკანონო მოშენება გაქვთ რომ რა ვიცი ამდენ ფურცლებს რა დაწესა ყველაფერი არ გამიგია მე უკანონო იქნება რაღაცა იქნება რა რა უკანონო მოშენება რამხელა უკანონო მოშენება ყოფილა არაფერი რა მიშენება ბატონო ერთი წუთი დავანდანე ისა თქვენ აქეთ იცი მე სანამ ამ უკანონო მოშენებას მოვანგრევ მანამდე იქნება პირადობა ნახოთ მიზენ ბატონო რაღაცები განახეთ პირადობა საწავიდე კაცო რა პირადობა მოიცი ერთი წამი ამ რაღაც ხوار მომატყუე ხა შენ ცოს წავიყვანო უკანონო ერთი წამი მაგ უკანონო მიშენება რა დამიჯდა იცი კაცო შენ მორწმუნე მეზობელი. ისე ცოტა ჩუმად ჩაალაგე, მაინც არ გაგვიგოს იმ ქალმა და იქნებ გავიპაროთ. ვინ ქალმა უნდა გაგვიგოს? ვინდა ჩვენმა მეზობელმა თორე შემოვარდება და ხო იცი მაგის რწმუნების ამბავი, ჩავმაკატამ გადაგირბინა ფულს ველი შოვით, ცუდი სიზმანი ვნახე. ისედაც მთელი დღე ჩუმად ფეხაკრები დავდივარ და მეტი ჩუმად რა გავქნა ვერ გავიგე რა.
გეუნებოდი? ანა გააღეკარები. მიდი ახლა. ანა გააღეკარები ანა. ანა გააღეკარები ანა. არ გიძნელი დეიდა. როგორ ახარ შვილო? სად მივდივართ? სად მივდივართ? რა მოხდა? რა მოხდა შვილო ანა? ხომ შვიდობა? კი, საიდან გაიგეთ რომ მივდივართ სად? გული აი ბაგაბოგი გაუდის გული, ვერ არის რაღაცა კაი ამბავი. სად მიდიხარ შვილო, რა ხდება? საიდან მიხვდით რომ სადღაც მივდივართ? რანაირი სმენა გაქვთ და როგორ რაღაც სმენა შვილო, მთელი დღე გისმედით, მთელი დღე ფეხატყრებით როგორ დადიოდით გისმედით შვილო, მაგრამ აი ზე მეიკა როგორც კი და შეკარით ეგრევე მივხვდი რომ სადღაც ძალიან დიდი ხნით აპირებდით წასვლას. რა ხდება შვილო? ხომ შვიდობა? ჩანთის მეიკა რო იყო საიდან მიხვდი? არა ეგრევე მივხვდი ჩანთის მეიკა რო იყო, იმიტომ რომ ამას დუტის კურტკის მეიკა გაფუჭებული აქვს და შარვლის მეიკა კიდე ერთი თვიანი არ ამოწეულა და არ ჩაწეულა. ხომ კურნალობთ ამის ამბებს? ხომ აგრძელებთ მკურნალობა შვილო, იმიტომ რომ ვერ არის კარგად ესეც. მე ხო ვიცი. არი ნერვიულოდ დაბძანდით. ეთყობა სიჩქარეში ის ჩუსტები შეგშლიათ. არა შვილო, შემიშალა ეს უბრალოდ მარცხენა ფეხზე ავდექი დღეს და მარცხენა ფეხზე რო ავდექი ეგრევე თავი ჩამოვარტყი საწყოს. თავი რო საწყოს ჩამოვარტყი, ეგრევე სისხლმა დაიწყო დენა. მე ჩამორტყმის დროს ეგრევე ტელეფონი ავარდა ზევით და ჩემულთან დაირეკა. ჩემულთან რო დაირეკა, ვიხვდი რომ რაღაცა ცუდი ამბავი იქნებოდა და სპეციალურად ჩავიცი მარცხენები რომ აურიო, ფეხს მათყუებ. ფეხს მათყუებ. რა ხდება შვილო, ანა გამელაპარა რაკეთ შვილო უცხوارავა რას დაწოწიალობთ რატო ხართ ატეხილები ესე სად მიდიხართ დაეტიეთ სახში და შეირგეთ ეს ახალგაზრდობა ხო შეიძლება აი არინელი ეს ჩემია მოგიტანთ წყალს დაგულაობთ ჩამოვასხამთ წყალს დაგისხამთ წყალი არ მოდის ანა შვილო ეს რა თუ დისიზმარი ვნახე დღეს დილით წყალს მოუყევი და ერთი კვირა წყალი არ იქნება აი ახლა პირო მიშრება ვერავარ კარგი არი ნერვიულად ხო მოდი აქ ყობა. მოდი აქ ყობა. როგორ ახარ შენ შვილო აბა დამელაპარაკე. შუბლი რატო გაყინული ყობა? შენს ვერ ახარ რაღაცა კახექსიისკენ მიდიხარ. არა რაღაცა თითქოს ჩილი გაქვს შესეული და თმა შეგიჭამა შვილო რაღაცა 72%-იანი საპონი მაინც გადაისვი. რატო მივდივართ? რა ხდება ეხლა? სად მივდივართ? მე ვიცი მანდ რა ამბავიც არის. მე ესე ვფიქრობ რომ ვითომ შესალოცად მიყავს ეს შენი ცოლი და თან იტყუები რომ ვითომ დასასვენებლად მიდიხართ. რა ხდება შვილო? რა ლაპარაკობ რა შესალოცად რა თუნდაც ჩემ ცოლს შელოცვა. არა როგორ არ უნდა ყობა როგორ არ უნდა მითხარი შვილო უცხო არა ვარ მე ახლა შენთვის და ყველაფრის აზზე მინდა რომ ვიყო რა ამბავი არის რა გაგვიჭირდა ბავშვს რა პრობლემა აქვს მითხარი აი ხა პირი მიშრება ხელები მიკანკალებს რაღაცა ცუდი ხდება ამ ოჯახში არაფერი ცუდი არ ხდება საიდან მოიტანდეს ყველაფერი კარგად არის რომელ საათზე იძინებ ღამე ყობა შვილო 12-ზე აი მანდარი ამბავი შენ რო 12-ზე იძინებ 12-ის მერე შენ ოჯახში ისეთი ამბები ხდება ბავშვს ისეთი ხმები გამოსდის პირიდან რომ საშინელი არ ვიცი აი მანდ რაღაცა მგონია რომ შენ ცოლს რაღაცა შავი სულები თუ შავბნელი სულები აქვს დატაკებული და შეჩენილი ესე იგი არ ვიცი რაღაცა ხმები ამოდის ზევით თითქოს აი როგორ ხმებს გამოსცემს იცი ანა აი აი ირყება, ყობა ირყება საწოლები კორპუსი თითქოს რაღაცა აი გაგაჯუგის ხმა ისმის თითქოს აი ესე აი ირწება ყველაფერი მგონია რომ უნდა ჩამოინგრეს შვილო ჩამოინგრეს ზევით ჭერი თან ეს ხმა თან ეს გაგაჯუგი და მერე ბოლოს ყველაფერი ჩუმდება აი მერე უწესი ჩუმია აი მგონია რომ მან დაგვაქვს ზუსტად პრობლემა რომ ამ ბავშვს რაღაცა შავბნელთან გვაქვს საქმე. მე ხო ვიცი არა შესაძლოა. უბრალოდ შეგულება ავიღეთ და დასასვენებლად მივიდივართ მე და ჩემი ცოლი იტალიაში. კი. სადაო? იტალია. ანა. ხო ქალბატონონე. ნათია ხო იტალიაშია? იტალიაშია, კი. ნათია ხო იტალიაშია? იტალიაშია. ვაიმე შვილო. გუში ნახე სიზმარი ზუსტად ნათიაზე. მაგას მოუკვდეს ჩემი თავი რომ ერთ დავეხმარე. ვითომ აი ეს იტალიის პარკში მოდიოდა ბავშვი თეთრი საქორწილო კაბა ეცვა. აი ესე აი განავარდებული გაღიმებული ბედნიერი მოდიოდა და არ ვიცი გვერდზე ვიღაცა ბურუსივით იყო აი ეს ბიჭი. გაიხადა ტანზე
პიტველმა და ეცა ნათიას და დაუწყვა ესე ჯაჯგური. ცოტა ხანში გამოჩნდა ბიჭების ბანდა. იმათმაც სათითაოთ ნელ-ნელა გაიხადეს ტანზე და რიგ-რიგობით ეცნენ ნათიას და ბურჯგნიდნენ. აი ზედამიდგა ჩემი ნათია თვალში მიშველეო და ვერავშველიდი. მე ხო ლანდი ვიდექი იქ და ვერავხედავდა ნათია. ვაიმე შვილო. ეს ყველაფერი სიზმარში ვნახე, მაგრამ დავწყდარდი, იმიტომ რომ ნათიას თეთრი კაბა ეცოდა, სიზმარში თეთრი კაბა ძალიან კარგი არის. რაცაც არ ანიშნავს. თეთრი კაბა თუ კაია, მაშინ ცოტა დაგვამშვიდეთ, კი. მოდი პირზე წყალი შეისხე, მოდი. მოდი გენაცვალე, ხელებიც როგორი ჩამომჭკნარია, კახექსის კენავარ, პირდაპირ მიდრეკილები. რა შეჭამთ? სად რა შეჭამთ? იტალიაში კარგი. ეხლა მომისმინეთ იტალიაში რო ჩახვათ. პირი არაფერს არ დააკაროთ. აქედან წაიღეთ თუ კი რამე გაქვთ, ჩოთისპურები აქედან წაიღეთ, შვილო. მოხარშული კვერცხი, ყველაფერი აქედან წაიღეთ, იმიტომ რომ გუში წინ მოვიდომე შაურმა. გამოვაძახებინე ჩემ შვილიშვილს. როგორც კი ჩავკაბით, ერთი ლუკმა, მეორე ლუკმა და აი მანდრო დამეწყო მუცელში, აესე მიდიოდა და მოდიოდა მუცელი. ამეზინ აი აქ ამოვიდა მუცელი. რაღაცა ვიეჭვე. ჩავხედე შაურმას და როგორც კი ჩავხედე 5 ცალი აი ამ ხელმწვანე ჯადო ამოვიღე შვილო. მწვანე ჯადო ვიღაცას ჩემი სიკვდილი უნდა და მე ხო ვიცი ამიტომ არენდო შვილო. აღარ შემიძლია რა ამ ხალის წვანების მოსვენა. თავი ანწიდო რამე თავის ქიგრის წამალი მომეცი რა. აი იგდევს ხო იცი და აიღე ერთი წუთი რა მტკიდაო? თავი. სადაც მტკიდა ყობა თავი. მარჯვნივ, მარცხნივ, ქვევით თუ ზევით? ზევით შუაში, მუშჩუბლი. ვაიმე წინა ნათხემში. აი ამ ადგილას ყობა. თავის ტკივილი შვილო ხო იცი რომ ესი არ მოდის და თავის ტკივილი საიდანღაც მოდის და საიდან მოდის? მოდი მივყვეთ, თავის ტკივილი მოდის ხერხემლიდან, რომელიც გადასცემს ცენტრალურ ვაიმე ნერვულ სისტემას, რომელიც ეს ცენტრალური ნერვული სისტემა პირდაპირ ურტყავს მეჯებს შვილო. მეჯებს და მათ უკვე ჩაითრია კვერცხები ბოლომდე. და კვერცხი რო ჩაითრია, მათ უკვე ფილტვები ურტყავს ეგრევე. ვაიმე სასწრაფოდ ფილტვებიდან წყალია ამოსაღები. თითო ფილტვიდან 10 ლიტრი. სასწრაფოდ ისრაელი. აი ისრაელი სასწრაფოდ უთხარის ეს თავი დამაგიჟებს რა. ერაბასთან დამარეკინეთ. მადმორი სამყავს ჩემი დამეხმარება. სასწრაფოდ მე ხო გითხარი ანა რომ ეს ბიჭი მისახედია მეთქი და ჩემ ნერვოპათოლოგთან ნათიასთან უნდა წასულიყავით. ნათიამ დამაყენა ფეხზე. დამაყენა ფეხზე გამომაჯამრთელა აბსოლუტურად. ამავიწყდა დამავიწყდა რომ აღარ მინა თავის ტკივილის წამალი რა. ეხა მინა ან დანა, ან იარაღი, ან ეს წავიდეს აქედან თორე არ ვიცი რას ვიზა. ნახე ნერვული შეტევაა. ვაიმე რანაირად მეტყველებს ნერვული შეტევა. გეხვეწები შვილო დაწყნარდი სწრაფად ისუნთქე. სწრაფად მე გამოვიძახე სასწრაფო უკვე. მოდიან. ფსიქიატრიდან მოდიან, მე ვიცოდი რომ ამას პრობლემა აქვს, მაგრამ არ შეგეშინდეს. ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად იქნება. რა მომიტანა ნაცია. აი მოვიდნენ. არ იყვირო შვილო არ გინდა. გამარჯობათ. მოხვედით, ვერ არის კარგად პაციენტი. სასწრაფოდ ბიჭი ცუდად არის. აბა პაციენტი რომელია? სასწრაფოდ ისრაელი. აი ეს არის ბიჭი. ეს არის პაციენტი. პაციენტი არის ჩათრეული აქვს თაწინად ნათხემი. მე გეტყვი დიაგნოზ, წინა ნათხემი, საკვერცხეები, თირკმელები, ყველაფერი ჩათრობს. ენტერფიანობა, რომელიც ურტყავს პირდაპირ. ურტყავს გეხვეწებით რა, ვაიმე მერე წალი ეს არის პაციენტი. ეს არის პაციენტი კი. ეს არის პაციენტი. ესა ქალბატონო ერთი და აქეთ არის ნერვიულო, ცხენით კარგია იტალია. ცხენით დააწეკით. აქეთ მოვზანეთ ერთი და ერთი წუთი. წამოვზანეთ. ერთი წუთით რა, ხელი გამიშვით. ხელი გამიშვით. ერთი წუთი ხელი მე კიდე ქალბატონო ერთი წამი დამოთ. რომელი ხელი გტკივათ? მარცხენა ხელი. მარცხენა. რატო გტკივათ? საიდან მოდის? იმიტომ რომ ბრწყელი ტერფიდან ქალბატონო გამოდი მოკიდე ხელი მოგიდე. ჩემა ნათია ექიმა დამაყენა ფეხზე. ურებიდან შვილო ვერ ახარ კარგი. ხელი გამიშვით. მოგხედავ. ხელი გამიშვით შვილო.
სარძლოს გაცნობა კაფეში. მაია რა შვები ძალიან ჩემი ბიჭი რა შვება რა ვახარ რა ხდება აუ საერთოდ არის ჩემი ანკოლე აუ ძალიან სიცოცხლეა ხო ძალიან ჩემი ანობა აქაურება იმენა ძალიან ბაფრენი მენა რა იმენა ბაფრენ აი დღეს ძალიან რაღაცა ეძღება და აი ძალიან აღელვებული და რაღაც თემებში ვარ ხო ხდები არა აუ იასენა და მე მითხები შვილო ვიცი ხარ აუ ანკლნოდო აუ ბრაზერს რა შვები აუ ჩემო სიყვარულო ეხლა არ მიხარ კიდე ფეხში დამჭრესა და რა გავგიჟდები არა ტოკუსპაზე მირმე და გამომწვარი მაქვს აუ კაი რა მე ვერ დამქოლე წამოგიღებდი სუდოს არა თუ სერნებზე ავალ და გამივლი სუცებ რა ბოლოს აუ ახლა აუ რა ხდება და რაღაცა ძალიან თემებში ვარ ხო ხვდები რა მაგრამ დღეს ჩემი ბრადერი მოვა თავის გოგოსთან ერთად რა რაღაც თემებია რაღაც გამოცნებს რაღაცეები და აუ ჩემ თავს გავგებ კაფე დავუკეტოთ რა უცხო ხალხის თავი ნაღდად არ მაქვს ხო აზე არ არის საკეტილი არავინ არ შემონის ბოზს არა ნუ ანკლნა და ხა მაგრამ პროსტა ანუ ხო ხვდები სახელი დავარქვათ რა ანუ ლენკასთვის დაიკეტა კაფე დაიკეტა ჩაირაზა ჩაიკეტა ხო ხვდები არა ჩემ თავს გავგებ ჩემი ბრაზერი ხო და ვაფშე იცი რა არის აი მე ვიცი რატომაც არ ყავს ხალხი აქ რა და ძალიან გაბრაზებული ვარ ვაფშე და მაღაზე რა აი ყავა ღირს 70 ლარი აი პროსტა მითხარი ძალიან ბანძი ზაბეგალოკა პროსტა თუ რა პონტია 70 ლარი ვაკეა თუ დიდუბე ანუ მინიმუმ 100 ლარი უნდა დაადო ყავას და ზრდადი უნდა იყოს რა ანუ ხო ხტები არა რას გეუბნები რა აი უეჭველი მენა ელემენტარული თემაა ეგ რა ეხლა მე მაგალითად თუ თვით ღირებულებაზე 20 ჯერ მეტი არ გადავიხადე ისე ყავას რა პონჩი დავლევ წნევა კი არ მაწუხებს ანუ გადავ შენ ძალიან შოქში ვარ რა აუ რა ვირა ძალიან ღელო ძალიან თემებში ვარ და ძალიან ნერვიულობ რა აი მე გავალ მაშინ ხო მიდი შენ გადი და მოვიდა ჩემი პატარა აუ პროსტა ძალიან ბიჭი ხო არ ყავს ლენკას ჩემი სიყვარულო ძალიან ჩემი ხარი მენა გამარჯობა საყვარელო ჩემი გერლფრენდი ძალიან სასიამოვნოა ძალიან სასიამოვნოა ხო ანუ რა იცოდე მე და დევიდი ბავშვობიდან, ანუ ერთ ბაიჩი გავიზარდეთ რა. სულ ერთად უჟენიობდით იქ სკოლა, უნივერსიტეტი რაღაცა ყველაფერი და აი დაჟე ბაყურაც ერთად გვაქვს გადატანილი იმენა რა. აი მე იმდენად ჩემია ხო ხდები რა. კაი მოგა ხა მოშინაობდი თქვენ რაღაცა. ხო და კოქტეილს ხო და ლეთ ვაფშება? დიას ნეტო. კაი მაშინ აცხადეთ თქვენ რა. შემოწი ხარ ნახე რა. ხარ შენ მოსე. ბავშვებო, არ გაგიკვირდეთ რა აქ რო დავჯექი, იმიტომ რომ 2 კვირის წინ უფრო მაღალ ლეველზე ავედი მე ხო ხტები და თქვენ ცოტა ხო. რა შევუკეთოთ, რა შეჭამ? აუ, კოქტეილთან ერთად რამე რო შევუკეთოთ არა? კი, შენ თქვი რა გინდა, საჭმელი გინდა? აუ ხო, თორე ეს ხმელა კოქტეილს ვერ ვსვამ. აუ ძალიან მევასება იმენა ხმელა კოქტეილი. იმენა ძალიან ხო ხტები რა, მეც იმენა ხშირად ძალიან გეახლებით ხოლმე ხმელა. და კოქტეილთან ერთად რამე ხო არ გვეჭამა? აუ კი და იცი რა მინდა? აი მე რო ცეზარი მიყვარს ეგ მინდა, მაიონეზით რო იყოს გაბიჟუინებული რა. აი მე რა კეფაში ძალიან მომხვდა. აი მე ძალიან მომხვდა კეფაში რა მომხვდა არ ვიცი ოღონდ მაგრამ ძალიან რაღაცა მეტკინა. აუ ბავშვებო. მომიყევით რა თქვენი გაცნობის ისტორია ხო ხტები რაღაცა დვიჟენია როგორ მოხდა რა მოხდა რაღაცა დაივით მომიყევით რა აუ ძალიან ფრეშ ისტორია რა. დაიწყე.
აუ მე დაცნა მანამდეც მომწონდა, მაგრამ ერთი დღეა და გამოვდივარ შუაგულ ვაკეში ვარ, აი პაპანაკებას სიცხე ძალიან მაგარ ზმანზე ვარ და უცებ აი რაღაცა მზერა რომ მოგხვდება, აი აქედან რო ხედავ, ქალები ხო ხედავთ აქედან და კი, მე ყველა მხედან. გავიხედე თვალი თვალში გავუყარე და ხედავ რომ დათუნა დგა რა შვება? დგა აი ლენუ ძალიან საყვარელი ისტორია მართლა აი ძალიან საყვარელი ნუ ცოტა სტანდარტული და რაღაცა ცოტა წაუბანალურებს მაგრამ ოკეია ძალიან საყვარელია ხო ლენუ მომავლის პერსპექტივა აქვს ძალიან მაგარი ამდე ლაპარაკს ვარჯობია რამე დესერტი ვჭამოთ აუ ხო რა დესერტი მინდა ძალიან ოღონდ აი ჩვეულებრივი საინებით არ მოგვიტანო რა აი მათლაფები რო ცოტა ღრმა არ მეყრება ხოლმე ხო იცი რაღაცეები რა აუ იცით რა გავიგე რო აქონიათ ძალიან მაგარი ტორტები რა იმიტომ რომ ძალიან კაი მარგანინით აკეთებენო და გემრიელი იქნება ხო თქვენ უფრო იცით ბოდიში რითი აკეთებენო მარგანინით თვითონ ანუ მარგანინით ანუ მარგანინი ანუ ნახე ანუ თვითონ ნინი მომზადებული კარაქი ეს ინდივიდუალური რაღაცა თავისი კარაქი მარგანინი თუ მარგანინით აუ არ ვიცი მაგრამ კაათაკეთებენო აუ რა ლენუ ძალიან შეკირებული შენს გაიგე ხო აი ძალიან ცუდად ხო არ არის ვინმე კაი რა გვიმარჯოს რა რაღაცნაირი საღამოა რა და მუსიკა ჩართევით ვიღაცავ რა თორემ ტამაკიმა რა აუ რაღაცა ისე გავშინაოდი ძალიან მაგარი ისტორია მინდა რომ მოგიყვეთ რა შენ ვაფრენ აი ლენუ აი მოყოლ რაღაცნაირი საყვარელია აუ ერთი დღეცაა და დათუნა მომაკითხა საავადმყოფოში რა საავადმყოფოში ვიწექ ერთი კვირა მომიწე იმიტომ რომ თირკმელა მткиვდა და წამიყვანეს რა ხა და იქ რომ დათუნა შემოვიდა და დავინახე ეგრევე სარეამინაციო გავხდი რა ექიმებმა როგორც კი გამაქანეს რეამინაციაში კიდე კაი გოგოებო ნარკოზი მქონდა თორე ნევსები დამჭირდა ექრთნები გადარეულები დარბოდნენ რა დაგიჟდნენ ტიპები აუ და აი რა სამბო იმენა ისტორიების ისტორია მოვისმინეთ მიირთევით მაგარი ო რასო ჩახური დიდი მომისულა ოფანო რახე მას ბავშვები ერთობენ და რაღაცა სერიალებენ და რაღაცა მომისულო გუდაუში თოვლი არ არის ივნისი ანკლ ნოდო ბოზის აუ აბა ეს რატომაცია ჩემდა აუ ბოზის მომხედე ბოზის სულავი ეხლა უყურე შენ ეხლა მე გამოუშვებ მაშინ ძღოლს გამიგეთ ხო და დავრეკავ ჩამოგიყვანენ ხო პირდაპირ აეროპორტში მიგიყვანენ ბოზის სულავი და იქიდან მე შარბან ელ-შეიხში გადახვალთ რა კაი არ ინერვიულო პრობლემა არ არის გადავრეკავ ეხლა აუ ვაფშე არ ყოფილი შვიდობა გაქვს ჩემები გუდაურში გავუშვი რა და მაგრა გაუსწორდებოდათ არა ძალიან დავრეკე ერთი მუსტაფ უაჰალ ჩემი ძმა ბუძისოა გიშდები ამ კაცზე ჩემი ცოლსული გუდაურვილი ჰავალა გუნდა ვაფშე სრიალი ვაჰალა იულე ჰავა აეროპორტი ვაჰალანო შენთან რომ ვაჰალ ყარაყუმი აკლემ ბულსლა ვაჰალ ბუძისოა
ბავშვები დაივინგი გავხსა ბოლოს. ოკეი. ჩემი ძმა ხარ ბოლოსო. გავარკვიეთ ჩემი. შეიძლება ფიცავარ შეიძლება მოუკლდე. პროცესი ისე ცუდად ვარ, ისეთი ამბავი ტრიალებს არა. აი შეიძლება მოუკლდე. რაღაცა ქენი, რაღაცა მოიფიქრე, არ ვიცი რაც კიდე მოიფიქრე ვაფშე რა. აუ გოგონებო ხეს ხო არ მივით მე გოგონებო აუ მე მინდა ხილი მით აი რაღაცნაირად თუ გაქვთ ოღონდ რა შვინდი მიყვარს ძალიან გარგალი და ალურჩა აუ ანკლ ნოდო გთხო ჩემ თავს გაფიცებ ბჟოლა და სმარადინას დაუმატე მაგრა დაიწარდა იმენა გავიწარდა იმენა ძალიან გადავყირავდი ხარა ზათუნა რაღაცა ვერ გავიგე მგონი შენი და ეხა მე დამეცინის არა საყვარელო კი არ დაგცინი გაფარჩაკე დადი ნერგა დაწყნარდი დევით რამე სამშედი რა ხდება საყვარელო რო გავფარჩაკდით ხო არ გვეწყინა რამე მოდი აბა ერთი წუთი ადექი ფეხზე მოდი ჩემთან პატარა მოდი აქ დამიდექი შენი ხათრი რა მოდი ხო მოდი აქ დადექი რა ხდება რამე ხო არ გვერევა შენი დონე ხო არ გავიწყდება სად არის აი მეტრო ხო იცი ხო აზე ხარ მეტროს ქვემოთ ხარ შენ და 2 წამი დამელოდე რომ გაგითანებდე მეც მან ჩამოვალ მოვედი მან ხარ ისე ეხლა მომისმინე კარგად რა ხარ შენ დონეზე ვარ მეც შენ ხო არ გინდა ეხლა ეს ფეხსაცმელი გავიხადო და ხარისხიანი ნასკებით მაგრად იცემო ტაკუცებზე ტაკუცები რო აგვიწითოდეს და თირკმელაები რო ჩაგველეწოს კიდე ზემოდან ხო არ გვინდა რამე აუ დათუნა აუ ამ წამს დამირეკე ესა გასაქცევი ვარ რა და აუ გეხვეწები ანგარიში ჩამომიჩოთქე რა და გავიდე ჩემსაც გადავიხდი მე ჩემი ჩამომიჩოთქე მარტო არ გაგვიგია არაფერი არ გაგვიგია ანუ თვითონ ანუ ეხლა რა მაკადრა და ვისა კადრა და სადა კადრა და ვისა ნაკადრა რო ანუ ლენკასო არა აქვს რომ გადაიხადოს ბლიანა და ყველაფერია ანუ ეგ მაკადრა არ გაგვიგია აუ ანკლ ნოდო იარაღი ხო გაქვს ჩემს გაფიცებ რა ხდება ხო გაქვს იარაღი რა მე ხლა ამას გავეკიდები და შენ დამეწიე მაღალ კალიბრიანი იარაღი ჩემს გაფიცებ მიმიშვი მოდი აქ მოდი Hatbiri Banksh. აუ ვიდა და დავტანსა ხუში მუშაობა გამწადა ვიღაცა დააგდობე ბონუსები და ისიც ბონუსები და 750 წელს დის გამომდის მე მიმყუნანებია და დიაბეტი მაქვს აუ დაახვიოს ვაფშე რა სათანო ბანკი არა ის რა მინდა რატომ უნდა ვიმუშაო ამ ბანკში რა სათანო მე რა ვის თან ჯალათთან მუშაობა არ მინდა მე უნდა წავიდე სამსახურიდან მე მინდი შენ გვერდი თავიდანვე ვიძახდი საშინელი სამსახურია მეთქი ცხოვრებას გვიმწარებს ეს კაცი და სხვის ცხოვრებასაც გვამწარებინე მართალი ხარა ბოროტია თვითონ აბა მოგზადდეს მე უნდა უთხრა ამ ხომ დარამყობით მარტო წავალ რა აი ახლა ვეთქვი აი თი მოგზადდეს ბატონი ეგრევე უნდა ბაჯახობიში ყველაფერი ასაც ფიქრობ რა უთხარი რა ხდება რატო ხარ შეკრებილები დამე პროტესტის ყმა ისმის თუ რა არის? არა, ბატონო შალვა. გარია ვერ გავიგე. დიაბეტი მქონდა და მეხმალებოდნენ გოგონი. დაეყარები დაფინზე. დაგავიწყეთ ამუშაო. სათნო ბანკი. თვითონ სიტყვა გეუბნება. ყველა თანამშრომელი უნდა იყოს სათნო. დიახ, ბატონო შალვა. ისედაც ნერვები მაქვს მოშილი. 3 საათი მოვდივარ ტერეთაზე. 3 საათი გოგო! რა ხდება მომიყევით ბანაც რატო შემოსავლები რატო არ არის?
ბანკის შემოსავლები რატო არ იზრდება ამის? აუ რა ვიცი ბატონო შავა ჩვენ რა შუაში ვართ ყველას ვაძლევთ ცეცხლს საერთოდ ვისაც გადახდა შეუძლია ყველას რატო აძლევ გოგო ცეცხლს? ყველას რატო აძლევ ცეცხლს გოგო ყველაზე ვის გავუგებ? ვისაც არ შეუძლია გადახდა იმას უნდა მისცე. რა თქვა ბატონო შავა ცოდოები ხო არიან? რა ხდება ბატონო შავა რა მაგანერვიულობთ? ბატონო შავა ამას რაღაცა უნდა ჩავარტყარო ეს ხმა გაუსწორო. ბიჭო, შენ ხარ სათონო ბანკის თანამშრომელი. ყველანაირად უნდა ეცადო, რომ კლიენტი დაითრიო. გაიგე? არ მაინტერესებს ნებისმიერი სესხის შეტანეთ, იპოთეკური, სამოხმარებლო, სწრაფი, ყველაფერი, ოღონდ ეს ყველაფერი მინდა რომ სწრაფად იყოს, გასაგებია? შენ კიდე გოგო, გულჩვილი რო ხარ, არი ვარგებ. ეს არის სათონო ბანკი. აქ უნდა იყოს მონსტრი. მოვიდა კლიენტი, დაითრიე, გაუში დიდველი. ხო. რატო იკლებს შემოსავლები მითხარით ვინმე? ბატონო შავა. შემოსავლები არ ვიცი, მაგრამ თუ გცალიათ რაღაცას გეტყვით რა. სწრაფად. ხელფასის მომატება მინდა. ეხა მომესმა მე რაღაცა თუ ხელფასის ჩვენ არა ბატონო შალო ჩვენ სამს არა მარტო ამას ხელფასის მომატება მინდა თქო სხვა რა ვთქვი ისეთი არ შენა შალო შენ რამდენჯერ მოგიბატო ხელფასი რამდენჯერ მოგიბატო ანტო რამდენჯერ მოგიბატო ხელფასი რა დამპალი ეს გაჩვენა და ბონუსები კონდეს აიღებ ხელფას შეტანეს ესხები ტენი ეთყობა ბეტენი კარგი რატო არ სრულდება გეგმა? მაინტერესებს. რატო არ სრულდება გეგმა? თუ არა გაქვს იმის შნორო კლიენტ შეტენოს ესხი, ერთმანეთს შეტენეთ, არ მაინტერესებს. შენ შეტენი იმას იპოთეკურს, ის შეტენი სამოხმარებლოს, შენ შეტენი ამას სტრაფსეს და შენ ამას შეტენი, არ ვიცი, რა მოიფიქრე. ავტოს ესხი. როგორც გინდათ კლიენტი დაითრეთ, არ ვიცი. მოიყვანეთ, მოეფერეთ, თავზე ხელი გადაუსვით, ყავა დაალევიეთ, ცივი წყალი დაალევიეთ, რა ვიცი მე, ცოლად გაყევით, ლოგიში ჩაუწეკით, ძუძუები დააზელიეთ, არ მაინტერესებს. ძეებს კაცულობ, ბატონობასო, გოგოს დიაბეტი მაქვს. იცით რა, ეს კიდე ესი პრობლემაცაა, რომ კითხულობენ კონტრაქტებს, მე ხელს აღარ მიწევენ და დავქნა. გითხარით, რომ კონტრაქტები აუცილებლად დაწერეთ წვრილი შრიფტით. რა გავაკეთო ბატონო შალო, მე რა გავაკეთო, დავწერე წვრილად უკვე მთელი ის აი ამ ხელ ამობეჭდე, უწვრილეთად მე ძლივს ვხედავდი და თავისი მიკროსკოპებით მოდიან მე რა გავაკეთო? რა უნდა დამშობეწავრეთ, ეხლა იშოვეთ ფულტი, ეხლა გახტო ყველა მეცნიერი, ყველა მიკროსკოპიდან ძუ რა არის, ვერ გავიგე. QR კოდი გააკეთეთ, არ მაინტერესებს, რომ ვერ გაიგოცი გაწერია. არ მაინტერესებს, ფეხებზე მკიდია. მოვიდა შეგაჩვენა მივარსება ხო ფილიპე ბოს გავარკვიე ხო აბა ვიღაცა ბანკში ყავს გულჩვილი სამომხმარებლო სესხი შეუტენია ვიღაცისთვის 9%-ში არ ვიცი ახლა ნამდვილი ამბავია უტყუარი გამოტყვით ახლა რომელმა შეტანეთ 9%-ში სამომხმარებლო სესხი 29%-ში უნდა შეგეტანათ და შეტანეთ 9%-ში. ჩქარა! რომელი იყავით? თქვი დროზე. იცოდე სანამ კამერები გადავახვიე და ამოვიდა თქვენი სახე იქ. ვაი თქვენი ტყავის ბრალით. დახოცავთ უყველას იცოდე. თითები დააწყვეთ. თითები დააწყვეთ. ხო, მე ვიყავი ბატონო შავა. თითები დააწყვეთ. მაინც. თითები დააწყვეთ. მე დავაწყობ. თითები დააწყვეთ, რომელი ხელითაც მე დიაბეტი მაქვს, თუ ნაჩხლეტები მაქვს, ეგ გამინდა. მე ვიყავი ბატონო შავა. მარტო ეს არ იქნებოდა. აუ შენი. შენ სპილკა ხარ რა, სპიონი. ვაიმე. შენ როგორ ვიგავ, რომ ფილიპეზე წლის საუკეთეს თანამშრომელზე ხელი აწი. ა? კოი, don't shoot.
ახსენი, ახლა განმარტება ჭირდება, რატომ მოაწერიე 9%-ზე ხელი? კარგით რა, ბატონო შავა, ეგეთი სესხი ევროპაში 3%-ში აქვს საერთოდ და ჩვენ 29-ში ვუკეთებთ რა არის? აი მედედა. მე ხედავ აქ სადე ევროპას ვინმეს? ხედავ აქ სადე ევროპას ქუჩაში რომ გადიხარ სადე ევროპას ხედავ? რამე ნიშანი წყალი არის ევროპის? ჰა? მაგით მაინც დავიწყოთ. შენ რა გინდა ხა ვერ გავიგე? კისერი გინდა მოგტე ხო მაინც და მაინც? მაინც გინდა კისერი მოგტე ხო მოგო შენ ვინ ახარ მოგო შენ? მაგარ ვიზა. აი? ფილიპე. ფილიპე. 60%-ში მიცა პენსიონერს იპოთეკური სესხი. კი ბატონო. ეფექტური. ასოცირდეს. ბრავო. ოჯახ ფილიპე. შენი მეძე დგას სათნო ბანკი. ფილიპე. მე რა ჩემზე. თბილი კაცი ხარ შენ ფილიპე. გაიხარეთ ბატონო. შენ თუ რამე აქ ვტრიალებ და არ არის პრობლემა, გაიხარეთ. შენ თუ აქ ხარ ფილიპე? მე თბილი ვიქნები. აი. ბატონო შალვა. ოჯახ, კაი კაცი ხარ. გაიხარეთ ბატონო შალვა. ხო, მაგის. აი ამ მოხუცზე ხა. ხო. იმ ხილა პროცენტში მივეცი სესხი, ფული რო ჩაუთვალე, უკვე შემოსატანი ქონდა. შენ გაიხარ. აი, მალადეს. ოჯახ. ფილიპე! ფილიპე! ბატონო. ვახოს ფოტო დაბეჭდე და აქ გავაკლათ. თვის ყველაზე თანამშრომელი. ძალიან დიდი მადლობა. არაფერს ზოგადად გადაიღება. გაიხარეთ. ჩვენ ანუ მე აღარ ვარ ძალიან ვეძებ თქვენთან თანამშრომელი. ზოგადად გადაიღება. აბა თქვენიც. გაიხარეთ. სხვათა შორის 3 კლიენტი მყავს ხა, 3-ვეს გავატყავებ და ჩვეულებრივად. კი ბატონო. ძალიან ცუდად იყურები შენ მახედან. რა გინდა მითხარი ერთი? რატომ იყურებ ეგეთი თვალებით ამიხსენი ადამიანი? არაფერი კაცო, ჩვეულებრივად რატომ იყურები ეგეთი თვალებით? სათნო ბანკის თანამშრომელი ხარ. გელევით უნდა იყურებოდე. რატო იყურები მასე? რავი, არაფერი, ჩვეულებრივად პენსიონერებს ისევ 36%-ში ბაზდებს სესხებს. ძალიან კარგი. მაგას აჯობია. რატო არ არის მაგალითად 76 ან 95? ვერ გადაიხდიან ფიზიკურად, რანაირად უნდა გადაიხადო? ვაიმე, შენ გულჩვილი ხო არა ხარ? შენ ხარ სათნო ბანკის თანამშრომელი. უბანში რო ეკლესია იმის გალობელი კი არ ხარ. ნუ იქნები სათნო გოგო. ნუ! თუ გერმანელი პენსიონერები და ევროპელი პენსიონერები იხდიან ჩვენ კონცენტრებში ფულს რატომ არ უნდა გადაიხადონ ქართულ პენსიონერებმა ძალიან მაინტერესებს. რითი არიან ევროპელზე ისე და თქვენ ნაკლებები? ამიხსენი უბრალოდ. არა აქვს და რა ქნან? ამ ჩემ ფეხებს თუ არა, შეიძლება? ეი, ნოვა თავის დროზე. მომწანდი. გამარჯობა. უკაცრავად გარეთ არავინ არ იყო და აქ შემოვედი. დახმარება მჭირდება. რა შეჭირდება დახმარება? სესხის აღება მინდა იპოთეკურის. იპოთეკური? მოკლედ, მე მოგხედავ, ერთად არის დამელოდე. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.